სამყაროს არ აქვს ვალე ადამიანის ცნობიერებასთან, ხო? ანუ შესაბამისად რატომ უნდა გვეგონოს ის რომ მაიმუნის მაგვარმა ჰომინინმა რომელმაც რა ვიცი მეორე ხელი გამოუთავისუფლა იმიტომ რომ ხისგან ჩამოვიდა და სიარული დაიწყო და მე ინსტრუმენტები შეიმუშავა და ცნობიერებაც გაუჩნდა რომელიც კიდევ ცნობიერებაც არ გვესმარი შეუძლია რომ გაშიფროს ყველაფერი ხო ანუ შეიძლება რაღაც ლიმიტი იყოს თვითონ ცნობიერებაში აი ეგ არ ვიცი ხო აი ეგ ლიმიტი რომ ფუნდამენტური არის და ფინიტური მაგრამ ეგ არ ურტყავს თვითონ მეცნიერების თავმოყარეობას რას გულისხმობთ აი თვითონ მეცნიერების კონცეფციის თავმოყარეობას იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ მიუხედავად იმისა რომ მე შემეცნების გზაზე ვდგავარ და ეს მეცნიერება ამის ინსტრუმენტია შეიძლება მივიდე იმ ზღვართან რომ ამ მეცნიერებას იმიტომ არ შეუძლია რაღაც გამოგების იმიტომ რომ მე უბრალოდ არ მესმის ეს კი მაგრამ მაგისთვის ეგოს დათმობაა საჭირო რომ პროგრესი მოვიდეს და ხალხს უჯერს ერთ-ერთი მიზეზი რაც დავუშვათ ხელოვნურ ინტელექტს მიმუშავია არის ის ზუსტად რომ ადამიანური ლოგიკა არის ფინიტური ანუ რაც არ უნდა ანუ შეიძლება საკმარისი იყოს სამყაროს გასაგებად არ ვიცი ზუსტად მაგრამ ხელოვნურად მაინც შემიძლია ავაგო ისეთი ლოგიკები რომელსაც ადამიანის ტვინი უბრალოდ ადამიანის ტვინში ვერ ჩაეტევა არის ახლა მაგათად დაყოფადი ლოგიკები რომ ფაქტორიზებადი იყოს და ქველოგიკები გავიგო და მე ავაწყო მაგრამ შეიძლება ისეთი ლოგიკა იყოს რომელსაც ერთიანი სურათი გინდა ნახო და ის ერთიანი სურათი შეიძლება უბრალოდ უფრო დიდი იყოს პეტაბაიტებში ვიდრე ადამიანის ტვინი ანუ უბრალოდ 0-1-ები ისე დავწერო რომ უფრო გრძელი იყოს და ნუ ეგ ყველაზე მოსაწყენი მაგალითია იმიტომ რომ ხელოვნურად ვაკეთებ მაგრამ ეგ მაგალითი უკვე ამტკიცებს რომ შემიძლია შეუქმნა ისეთი ლოგიკები რომელსაც ადამიანის ტვინი არათუ დააგენერირებს ვერასოდეს გაიაზრებს რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს ან ეცადოს ბიოლოგიურად შეუძლებელი იქნება. კი, იმიტომ რომ ზედაზღვარი აქვს ადამიანის ტვინის მეხსიერებას. მაგრამ მეხსიერების გარდა თუ შევხედავთ neuronal cells, ეგ არქიტექტურა არის კონკრეტული ტიპის არქიტექტურა. საკმაოდ ბევრ ამას ფარავს, მაგრამ ესე მგონია რომ მათემატიკაში ლოგიკების ოკეანე უფრო დიდი არის, ვიდრე ის კუნძულები, ან ჩვენ ტვინისთვის არის პატარა კუნძულები ამ ოკეანეში, რისი დაგენერირება შეუძლია. ან რისი გააზრება შეუძლია. და მეცნიერებისთვის ეგოსთვის დამრტყმელი არის, მაგრამ ზოგადად ეგოზე გადაბიჯების მერე მოდის ხოლმე ხშირად პროგრესი. და ერთ-ერთი ეგოზე გადაბიჯება არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ არა რაღაცების გასამარტივებლად, არამედ ფუნდამენტური მეცნიერების გასაგებადაც, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი შეუძლია მოქცეს გარე ლოგიკები.